1879 წლის 21 დეკემბერს ამ პატარა სახლში იოსებ ბესარიონის ჯეჯუღაშვილი დაიბადა. ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს წელს დაბადებიდან 120 წლის თავი უსრულდება. მისი სახლ-მუზეუმი ქალაქ გორში 21 დეკემბერს სტუმართა მრავალრიცხოვან ამალას ელოდება. დამთვალიერებელთა ნაკადი რა თქმა უნდა განსაცვლის უსტდება. ზაფხულში კიდევ უფრო მეტი გახლავთ. ეხლა განსაკუთრებით საშუალო სკოლებმა, სასწავლებლებმა, ტექნიკურმა დაამთავრეს თავიანთი მუშაობა და მოსწავლეთა რიგს ნაკადს რა გამოდევს ჩვენ მუზეუმთან მოვდიან ისინი რათა ერთხელ კიდევ პატივი მიაგონ იმ ადამიანს რომელმაც კაცობრიობა გააოცა თავისი ნიჭითა და გამჭრიახობით. ამ დღეებში სტალინის სახლ-მუზეუმს უკრაინის კავშირგაბმულობის სამინისტროდან 8 კაციანი დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც კავშირგაბმულობის მინისტრი ოლეგ შევჩუკი ხელმძღვანელობდა. დიდებული პიროვნება მოდის. და მე როგორც მუზეუმის მუშაკს ხშირად მიფიქრია, რომ დიდ ადამიანთა ნატირფალებზე მხოლოდ დიდი ადამიანები მოდიან. მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ სტალინის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან მათი მისამართი ყურადღება საგრძნობლად გაიზრდება. თუმცა ქალბატონ ლეილა აბუაშვილს, რომელიც უკვე 40 წელია ამ სახლ-მუზეუმში მუშაობს, პრობლემებზე საუბარი არ სურს. არ მინდა რომ ვილაპარაკო სირთულებზე რომელიც გვხვდება აქ მუზეუმში, იმიტომ რომ ეს სირთულები ყველასთან არის, ყველა ქართველის ოჯახში სინათლე ხან გვაქვს და ხან არა გვაქვს, სიცივე გვაწუხო, ცოტა ხელფასები და ასე. არ მინდა რომ ვილაპარაკო. მანამდე კი სტალინის სახლ-მუზეუმი უამრავ სტუმარს მასპინძლობს. ხშირად ქართლის დედაქალაქში ცნობილ პიროვნებათა ვიზიტი დიდი პოლიტიკური მოღვაწის სახელს უკავშირდება.